დიდი მადლობა მარიკას, რომ გაგვანებიერა ასე კანის დღიურებით და ყოველთვის საინტერესო ინფორმაციით. დღევანდელ დღეს მე მგონი მე პირადად განსაკუთრებით ველოდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა ტომ კრუზის ახალ ფილმთან დაკავშირებით დეტალები. განვაგრძელოთ სხვა თემებით იმედის. დღე 16 მაისი გლიკოზილირების თანდაყოლილი დარღვევების სინდრომის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. CDG ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადებების ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია უჯრედებში გლიკოზილირების პროცესის დარღვევით. გლიკოზილირება კი ეს არის ბიოქიმიური პროცესი, რომლის დროსაც ჩაქრების მოლეკულები ერთვება ცილებს და ლიპიდებს. ეს აუცილებელია ცილების სწორად ფუნქციონირებისთვის და ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის. ახლა ჩვენი სტუმრები შემოგვიერთდნენ სტუდიაში თათას ცინცაძე, CDG სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი და თეონა შათირიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. CDG-ზე მოკლედ მოვყევი, მაგრამ მოდი სანამ ვისაუბრებთ უშუალოდ 16 მაისზე და დღევანდელ ღონისძიებაზე, თეონა, თქვენთან მექნება კითხვა, ზოგადად რამდენად ხშირია CDG სინდრომი? მოგესალმებით, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და მიხარია რომ დღეს მე და თათა მოვედით და ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის თანდაყოლილი გლიკოლიზაციის დეფექტი. ეს დაავადებები არის ჯგუფი დაავადებების, რომელიც იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და იმდენად იშვიათი არის, რომ დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ აღწერილია დაახლოებით 1800 შემთხვევა და საქართველოში გვყავს 10 პაციენტი გენეტიკურად დადასტურებული CDG-ით. ზოგადად ეს დაავადების ეპიდემიოლოგიური მონაცემი ესე გამოიყურება, ერთი ბავშვი იბადება ყოველ 10,000-დან 50,000 ბავშვი და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები არის განსხვავებული. მაგალითად, ამერიკის შტატების მონაცემები კიდევ უფრო ფართო არის და დაახლოებით 1-დან 100,000 ბავშვი იბადება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეპიდემიოლოგიური მონაცემები არაზუსტია, იმიტომ რომ ეს დაავადება არც ისე მარტივად დიაგნოსტირებადია და შესაძლებელია როგორც ოჯახს, ასევე განსაკუთრებით ექიმს დასჭირდეს რამდენიმე წელიც იმისთვის, რომ დიაგნოზი ზუსტი პირველი ნიშანი რის გამო შეიძლება რომ მშობელმა ექიმმა მიიქციოს ყურადღება და თქვათ რომ ყველა ჭირდება, რა არის, რა შეიძლება იყოს ახალდაბადებულ ბავშვს. მოგახსენებთ, ყველაზე ხშირი ფორმა ამ დაავადების ეს არის ნეონატალური ფორმა, ანუ ბავშვები, რომლებიც იბადებიან გარკვეული პრობლემებით, შეიძლება პირველივე დღეებში, პირველივე საათებში არ იყოს ფიზიკური პრობლემა, მაგრამ გარკვეული თვეების შემდეგ უკვე თვალსაჩინო ხდება პრობლემები და პირველი ასეთი ნიშანი არის აი დუნეჩვილის სინდრომი, ეს არის ტონუსის დაქვეითება, როდესაც ჩვენ ვნახულობთ, რომ მათი კუნთოვანი ფუნქცია არ არის ისეთი ყოჩაღი, როგორიც უნდა იყოს სხვა ჯანმრთელი ახალშობილის. მოდუნებულია შედარებით, სხეული თითქოს არის მოდუნებული. ეს უკვე არის ადრეული ჩვილობის ასაკში. ამასთან ერთად, მათ აქვს დამახასიათებელი სახის გამომეტყველება, შიგნით სიელმე, აი თვალის კაკლები არის შიგნით მიქცეული, ასევე აქვთ ესეთი ვიზუალური თითქოს გარკვეულ ნაწილებში სხეულის თითქოს ცხიმი არათანაბრად არის გადანაწილებული, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მხრებზე უფრო ამოფუმფულებული ცხიმოვანი ქსოვილი, ისევე როგორც თეძუებზე. ასევე ტიპიური რაც არის აი ამ სინდრომისთვის არის ჩაბრუნებული ძუძუს დრილები და ეს ვიზუალურად ძალიან აშკარაა. თუ კი ასეთი აშკარა სინდრომები ახასიათებს, სიმპტომები უბრალოდ, მაშინ რატომ არის ასეთი რთული ამ დიაგნოზის დასმა? დიახ, ამ დიაგნოზის დასმა რთული არის, იმიტომ რომ ესეთი აშკარა ნიშნები ყველა ფორმას არ ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს ტიპიური ადრეული ჩვილობის, მაგრამ არიან ბავშვები, რომელთაც არ აქვს ასეთი ტიპური გამოვლინება, აბსოლუტურად სხვა სიმპტომი, მაგრამ შეიძლება იყოს განვითარების შეფერხება და გარკვეული ცვლილებები ანალიზებში და ექიმს სჭირდება დრო. ზოგადად თვითონ დიაგნოზი მოითხოვს გარკვეულ დროს იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას. და ბაბარემ რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ან ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს ხო ალბათ ეს და ამის საშუალება თუ არის საქართველოში, ანუ თუ კეთდება ეს ანალიზი. საქართველოში ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, არ არის ლაბორატორია, რომლის დახმარებითაც ადგილზე შეიძლება გაკეთდეს ეს კვლევები, არის სისხლის ბიომარკერი, მანამ-სანამ გაკეთდება გენეტიკური კვლევა, რომელიც მიგვანიშნებს უკვე გენეტიკური კვლევის საჭიროებაზე და აი ამ კვლევებს ჩვენ ვაკეთებთ გენეტიკური ლაბორატორიის დახმარებით, სისხლი იღება და იგზავნება საზღვარგარეთ დიაგნოსტიკებისთვის. კიდევ ერთი კითხვა გამიშთა. 1800 ბავშვია მსოფლიოში რეგისტრირებული ბავშვები და მათ შორის 10 არის საქართველოდან. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი რიცხვი არის ეს და შეგვიძლია რომ მაშინ თქვათ რომ რაღაცა სოციალურ-კულტურული გავლენა აქვს
ამ დაავადებას? ძალიან ძნელი სათქმელია ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ გაგვიმართლა ადვილად ამოვიცანით ეს დაავადება, დროზე მივიტანეთ რომ მაღალია მაჩვენებელი თუ? ვერ გეტყვით, ეს ამის თქმა ეხა თამამად ძალიან ძნელი არის, ამას ჭირდება სპეციალური შესწავლა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, რომ ამაზე უკვე თამამად ვიყოთ. თუმცა არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ქვეყანა ვიყოთ, სადაც თქვათ CDG უფრო მეტად თქვათ იყოს. ერთი კითხვა მაქვს კიდევ თუ შეიძლება, ანუ გამოვლენა გაირკვა და არსებობს ეს დაავადება, ვიცით და შეიძლება ეს გენეტიკურია, ანუ და ამის წინასწარ პრევენცია თუ არის შესაძლებელი, მაგალითად ანალიზის გაკეთება, რომ შემდგომში რამე გართულება არ კონდეს. ამის წინასწარ ამისი და თქვათ ორსულობაში, რომ პირდაპირ თქვათ გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი, რომ CDG ამის ესე არ ხდება, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ იშვიათი დაავადება, მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, რომ ოჯახში დაბადებულია პაციენტი, რომელიც უკვე დიაგნოსტირებულია CGD-ით, შეგვიძლია რომ შემდეგი თაობები დავიცვა და მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავიცილოთ შემდეგ თაობებში აღნიშნული დიაგნოზით პაციენტის დაბადება. თუმცა ასეთი ბავშვები ორსულობის დროს მშობიარ რამე განსაკუთრებული თქვათ პათოლოგია არ არის და ეხოსკოპიურად ორსულობის დროს ამ დაავადების ამოსულა ფაქტიურად შეუძლებელი. ამ ყოველთვის დასტური არის თათას შემთხვევა, თათა არის ასოციაციის დამფუძნებელი და რატომ დააფუძნა ალბათ თავად მოგვიყვები ხო რა იყო მიზეზი ამისი და აი რასაც თეონა ამბობს, პრინციპში შენ შემთხვევაშიც ასე იყო ხო ორსულობა მშობიარობის დროს არაფერი განსაკუთრებული? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა რომ დიდი მადლობა გადაგეხადოთ, იმიტომ რომ ყოველთვის გრძნობ თქვენ მხარდაჭერას ჩვენი ასოციაციის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მშობლებისთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომ ყოველთვის იყოს ჩვენი ხმა მაღალი და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროთ ამ დღეს. ზუსტად აი ხა რაც ახსენეთ თქვენ რომ საქართველოსთვის ბევრი ხო არ არის 10-ო. ესე ანუ სტატისტიკას რა თქმა უნდა ძალიან რთულია რომ დავადასტუროთ რომ სტატისტიკურად ესეა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ჩვენი ასოციაციის ამ ორგანიზაციის დახმა, ანუ ამის ასე ვთქვათ შედეგიც არის, რომ ეს ჩვენთან ყველაფერი ზუსტად წლევანდელი კამპანია არის მხოლოდ ფაქტები და ამ ჩვენ გვერდზე ყოველთვის განთავსებული არის ყველა სიმპტომატიკა იქნება, როდის უნდა მიმართოს ექიმს და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ორგანიზაციაც დაეხმარა როგორც მშობლებს, ასევე სამედიცინო პერსონალსაც. უდაოდ მე მახსოვს თქვენი მონაყოლი ერთი მონაყოლი საკმაოდ დიდი ხნის წინ თქვენ როცა აღმოჩნდით და ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. 15 წლის წინ, როცა ნატალიას დაუდასტურდა ეს დაავადება, აბსოლუტურად საერთოდ ნული ინფორმაცია იყო საქართველოში, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალში და საზღვარგარეთაც ძალიან მწირი ინფორმაცია იყო. და მიგიწევდა თავად აი ამ ინფორმაციის ყველაფერი მე თვითონ მოვიძიე, მე თვითონ წავედი, ეს არაერთჯერ მაქვს მოყოლილი აქ და ვფიქრობ, რომ კიდევ ვინც პირველად გვიყურებს, მნიშვნელოვანია იმ დედებისთვის, რომლებიც თქვა სხვადასხვა დაავადებების მიმართ იბრძვიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია რომ თვითონ მოიძიონ ეს ყველაფერი და იყვნენ. და არ დაიბნენ როგორც თქვენ. რა თქმა უნდა, უნდა დაიბნა და პირიქით უნდა მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიო და ზუსტად აი ჩვენი CDG ჯორჯია ეს ორგანიზაცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ მშობლები ერთად ვდგავართ, ანუ 10 მშობელი არის გაერთიანებული აქ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირად ხარში დაუდგეთ მე პირადად, ყველა ბავშვის ანამნეზი ვიცი, რომელსაც დღეს CDG აქვს, ყველა ბავშვის ისტორია ვიცი, ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვარ მათთან და მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ვთქვათ ექიმებთან მიმართებაში, მხარი დაუჭირო ასევე საზღვარგარეთაც, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავშირები არ გაწყდეს. უნდა იყოს იქაც ინფორმაცია შეიძლება რაღაც ახალი იყოს და გაცვლა გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან 16 მაისთან დაკავშირებით, რატო 16 მაისი კონკრეტულად აი ეს რიცხვი? კი ბატონო, ძალიან სიმბოლურია 16 მაისი, ზუსტად 1914 წელს პირველად მოხდა დიაგნოზირება ამ დაავადების. ეს არის ბელგიაში მცხოვრე პროფესორი ჯეკ ჯეიკენი და მისი დაბადების დღე არის 16 მაისი და ეს სიმბოლურად აირჩიეს ეს დღე და უკვე წლებია ამ დღეს ყველა ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ, ხო? ჩვენც აბსოლუტურად ჩართულები ვართ ყოველ წელს ამაზე გარკვეული ტიპის აქტივობებით, წელს არის მხოლოდ ფაქტები, ესეთი კამპანიაა და ბანერები გვაქვს განთავსებული, სადაც მარტივი გასაგებიანი წერია ის პატარ-პატარა ფაქტები და ესეც აი ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს დაეხმარება და მით უმეტეს აი ეს დეტალი მინდა აუცილებლად მოვყვებით 14 წლის წინ თქვა კლინიკაში თუ მოვხვდებოდით და ვიტყოდით გლიკოზილირების თანდაყოლი დარღვევა საერთოდ არავინ არ იცოდა. დღეს მდგომარეობით ძალიან კაი სიტუაცია გვაქვს შედარებით, რომ მივდივართ თქვა თუ
მოხდება კლინიკაში რომელიმე ბავშვი, პირდაპირ გახსნით ჩვენ გვერდს, ამოიკითხავ, პირდაპირ მისცემ ექიმს და ექიმებიც უკვე გაერკვნენ თეონა, მე მგონი უფრო ბევრად წინ ვართ, ხო? არა მარტო თქვა ინფორმაცია აქვთ ამ დაავადების შესახებ, ანუ შეუძლიათ მათი მართვა, იმიტომ რომ როდესაც იზრდება პაციენტი, მას გარკვეული ჟანმრთელობის პრობლემები ექმნება და განსაკუთრებით ეს ეხება ნევროლოგიურ პრობლემებს, იმიტომ რომ მოდის გარკვეული ისეთი დიაგნოზები, როგორიც არის ეპილეფსია, როგორიც არის სიარულის პრობლემები, რასაც იწვევს თვითონ დაავადება და ეს ყველაფერი არის დაავადების მიმდინარეობის ეტაპები არის. ასევე მეთვით დამახასიათებელია ინსულტების მსგავსი ეპიზოდების განვითარება და ექიმი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ამ პაციენტს მოუაროს და მაქსიმალურად პრევენცია მოახდინოს იმ გართულებების, ან მართოს ის გართულებები, რომ იქამდე არ მივიდეს მდგომარეობა, რომ თქვა სისხლის სახიფათო მდგომარეობა შეიქმნეს, ან თავარ და დამაიმედებელ რამეს ამბობთ. ანუ ეს არის მართვადი. ეს არის დაავადება, რომლის მკურნალობა ჩვენ განკურნება ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოუაროთ იმ სიმპტომებს, იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება იყოს ასოცირებული ამ დაავადებად. მაგალითად, ასეთ პაციენტებს ახასიათებს გულყრები, ქრონიკული ეპილეფსია. ჩვენ მართავთ ამ ეპილეფსიას, რომ მეორადად ხშირი გულყრები არ იყოს დამაზიანებელი მათი თავის ტვინისთვის. ეხლა უკვე არის გარკვეული წამლები კვლევის სტადიაში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს წამლები კვლევის ბოლო ეტაპზე მივა, ისე რომ უკვე ბაზარზე გამოჩნდეს სამკურნალო პრეპარატები. მაგალითად, ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია არასწორისა, წონასწორობის პრობლემა სიარულის დროს, რასაც ჩვენ სამედიცინო ენაზე ატაქსიას ვეძახთ. ზუსტად მისი საწინააღმდეგო წამალზეა ახლა ლაპარაკი, რომელიც თითქოს იმდენად დამაიმედებელია, რომ მათ შეუძლიათ სიარულის უნარის გაუმჯობესება. ეს პირდაპირ პროპორციული ხდება უკვე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ გარკვეული პრობლემების მოგვარებასთან, მაგრამ ჯერჯერობით მედიცინა არ არის იქამდე, რომ გამკურნოთ ამ ტიპის დაავადება. მე მგონია, რომ არც ეგ იქნება შორს, იმიტომ რომ მედიცინა ძალიან სწრაფი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ იქნება თქვენთან ეთერი აუცილებლად და ვიტყვი, რომ ჩვენი მედიკამენტი შეიქმნა და ჩვენ ბავშვებს აქვთ უფრო ბედნიერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იქნება არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველასთვის დარწმუნებული ვარ დედამიწის ზურგს. მანამდე კი კიდევ ერთხელ მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაცია, თქვენ მშობლების გაერთიანება სხვა მშობლებისთვის, იმისთვის რომ იცოდნენ, რომ იშვიათ დაავადებებთან ბრძოლა არის მარტივი, როცა ერთად დგახართ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.